მოგესალმებით რუსთავიორზე და რადიო ფორტუნაზეც ამიერიდან დაინტერესებულ პირს შეუძლია დადოს მთავრობასთან ხელშეკრულება და ბუნების დაბინძურება დაზიანების ან უკანონოდ გამოყენებისთვის აღარავინ მოედავება. ვერავინ შეამოწმებს მის საქმიანობას და ვერავინ უჩივლებს სასამართლოში დამდგარი შედეგის გამოცვლილება. კანონში ამ დღეებში შევიდა ძალაში და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს კანონი ყოველად ეწინააღმდეგება იმ ნორმის, რომელთაც და აქამდე დადგენილი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, წარმოიდგინეთ ახლა როდესაც პირს ეწოდინება, რომ შესაძლებელია მან ამ დარღვევების შედეგად არანაირი სასჯელი არ მიიღოს. ხალხებით შესაძლებელია მან ეს გაითვალისწინოს ბოროტ მოქმედების მიზნით. პირველ რიგში გაუგებარია ეს კანონი მოქმედებს ასე ვთქვათ ძველ უკვე ჩადენილ დანაშაულებებზე თუ მოქმედებს მომავალში ჩასადენ დანაშაულზე, რომლის გამოსყიდა წინასწარ შეგიძლია ადამიანს ასე ვთქვათ ისე რომ შეუთანხმდეთ მთავრობას დადო რაღაც ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით შემდეგ ასე ვთქვათ გამოისყიდო ის მომავალში დაზიანებული გარემო. იმიტომ რომ აქ არ არის გამორიცხული, ანუ ვიღაცა საწარმო შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ვიღაცა შეიძლება არ აღმოჩნდეს და დაიხუროს. ანუ ეს ძალიანად დამოკიდებული ასე ვთქვათ მთავრობაზე, ან პრემიერ-მინისტრზე, ან იმ სამინისტროზე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი აზრით. ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული კანონით. ამ თემაზე საუბარში ახლა ნინო ენუქიძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე და გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვის მინისტრი შემოგვესწრებიან. მოგესალმებით ორივეს. მოდით დავიწყოთ ენერგეტიკის სამინისტროდან, რამე თუ ის არის ინიციატორი ამ ცვლილებების, ქალბატონო ნინო თქვენ მოგმართავთ. თქვენ გაგიკვირდათ არასამთავრობოთა უკმაყოფილება და ერთგვარი ვნებათა ღელვა, იმიტომ რომ კანონში პრინციპში ესე ცალსახად არ არის და მკაფიოდ მითითებული, ეს ეხება ძველ დარღვევებს, ძველ ცოდვებს და არც ის არის მკაფიოდ მითითებული, რომ ეს არ შეიძლება შეეხოს თქვათ ამ კანონის მიღების შემდგომ ჩადენილ თქვათ დანაშაულებებს ბუნებისა თუ გარემოს წინააღმდეგ. კანონი ცალსახად კანონში მითითებულია, რომ ის ვრცელდება მხოლოდ წარსულ პერიოდზე, ანუ კანონი იქნა არასწორად წაკითხული და მისი ინტერპრეტაცია მოხდა არაიურისტების მიერ, ასე ვთქვათ. ცალსახად წერია, რომ კანონი მხოლოდ გავრცელდება წარსულ პერიოდზე და შესაბამისად ბიზნესს საწარმოებს მიეცემათ საშუალება გასული წლების პერიოდში დაგროვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დიდი ოდენობით საურავები, ზიანი აი ამ კონკრეტულ თემებზე მთავრობასთან გაფორმდეს ხელშეკრულება. ანუ ეს იქნება ნაბიჯი იმისა, ეს არის ჰუმანური კანონპროექტი პირიქით და ემსახურება იმას, რომ ბიზნესს მიეცეს შესაძლებლობა წლების განმავლობაში, რაც მათ მიერ იქნა ამა თუ იმ მიზეზით ჩადენილი და განხორციელებული, იქნას ლეგალიზებული. ანუ ეს თავის მხრივ ანუ ურთიერთობა რომ დაიწყოს რაღაც საწყისი ეტაპიდან, ასე ვთქვათ, დაბალანსდეს და ამიერიდან ჩვენ ვიწყებთ სხვა ურთიერთობას. აი ამაზეა საუბარი. და თუ კი ეს ერთჯერადი აქცია, რამდენად საჭირო იყო აუცილებელი ამისთვის კანონის სახის მიცემა? აუცილებელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მე შემდეგ ეს 6 საათში შეიძლება რომ შემდგომშიც შეიძლება რომ დაგროვდება და ვიღაცა ვთქვათ ეთილსინდისერად მოიქცევა, ასევე დადგება დღის წესრიგის საკითხი, რომ მასაც მიეტევოს და შესაბამისად ჩვეულებრივ კანონმდებლობა მოქმედებს, მათ პასუხისმგებლობა ჩვეულებრივ დამრღვევებს ეკისრებათ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი დადგება საკითხი, რომ ის გამასწორებელ სამუშაოებს განახორციელებს, გარკვეულ კომპენსაციას გადაიხდის, ან მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ეს კონკრეტული თანხები შეიძლება გადანაწილვადდეს და კონკრეტულად დღეს არ მიუდგეთ ჩვენ ამ საწარმოებს და არ მოვთხოვოთ ამ წუთში ამ თანხების გადახდა და არ დავხუროთ ეს ბიზნესები. მივცეთ ამ ბიზნესებს საშუალება, რომ განვითარდნენ, გაფართოვდნენ და სახელმწიფომ ხელი გაუწოდა, ასე ვთქვათ, და მისცა იმის საშუალება, რომ ამ კონკრეტული შეთანხმებით დარეგულირდეს ეს ურთიერთობა. სიტყვაზე წლების განმავლობაში 10 წლით გაუნაწილვადდეს ეს დაგროვილი ზიანი და საურავები. მიეცეს საშუალება, რაც დაარღვია კონკრეტულად აღმოფხვას, გამასწორებელი სამუშაოებით, გააშენოს მაგალითად ტყე, თუ კი რაიმე დაუშავა ბუნებრივ რესურსს და ასე შემდეგ. ანუ ეს სოფლიოში აპრობირებული მეთოდია და პოსტფაქტუმ დგება თქვათ ესეთი ურთიერთობა და კიდევ ერთი საკითხი რაც ასევე იწვევს გაუგებრობას უკმაყოფილებას მე ვიტყოდი, ეს არის ის რომ არ არის მკაფიოდ გაწერილი როგორ რა პრინციპით, რა სქემით მოხდება შერჩევა იმ კომპანიების თუ მეწარმეების, რომელთაც შეიძლება ესეთი მიდგომა ამ მიდგომით მათთან მუშაობა და ვინ დაადგენს ყველა კომპენსაციის თქვათ მოცულობას. გიპასუხებთ, ანუ ეს არის კანონი, თქვენ იცით რომ კანონებში ზედმიწევნით დეტალურად არ იწერება, კანონები პრინციპების დონეზე იგება. ამავე კანონში მითითებულია, რომ პროცედურებს დაადგენს მთავრობა თავისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ანუ მთავრობის დადგენილებით ზედმიწევნით
წერტილი და მძიმეს მითითებით გაიწერება ყველა ის რეგულაცია, რაც საჭიროა აი ამ მექანიზმის ამოქმედებისთვის და ეს არის ფაქტიურად მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მხოლოდ და მხოლოდ წარსულ პერიოდზე ვრცელდება და ერთგვარი ამნისტია. ეს არის პოსტულატი, რომელსაც მე მოყვება თქვა შემდეგი ინსტრუქციები მისი აღსრულების. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოგოს მიმართ ახლა კითხვით. თქვენი ინფორმაციით რამდენად დიდია ის ზარალი ან მოცულობა ამ დანაშაულის, რომელზეც ახლა საუბარია რომ ჩამოიწეროს. მოგესალმებით, მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად არასწორად მოხდა კანონის წაკითხვა და შემდეგ უკვე ეს არასწორი ინტერპრეტაციის ტირაჟირება. რომელიც თუ იურისტი არ ახლა საკმაოდ ადვილი იყო ამ შეცდომაში შესვლა, იმიტომ რომ ეს კონკრეტულად სასახად არ არის. თქვენ მაგალითად გარკვეულწილად რაღაცა არასწორი ტირაჟირება მოახდინეთ. თუმცა ეს გასაგებია. მე მინდა საზოგადოებას და თქვენს აგესმით ერთ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ კანონი პირველ რიგში ალბათ უნდა იყოს რეალობასთან შესაბამისი. ის რეგულაციები, ის კანონი, რომელიც მოქმედებს, რომელიც საერთოდ ცვლილებები შედის, ხო? წარმოვიდგინოთ, რომ იყო მექანიზმი, როდესაც მაკონტროლებელი შედიოდა რომელიმე საწარმოში წარსულ პერიოდში და იქ იყო არასწორი, არაფორმალური უკანონო მექანიზმი იმისა, რომ ბუნებრივი ჩიხი იქნებოდა და მეწარმე რომელიმე საწარმო იძულებული იყო ორი არჩევანი დგებოდა, ან დახურული იყო ეს საწარმო, ან მაშინ იყო მარტივი გამოსავალი, რომელიც კარგად კორუფცია ჩვეულებრივად, მისცემდნენ ფულს და ასე გრძელდებოდა. კანონი არსებობდა თავისთვის. შეიძლება ეს იყო აბსოლუტურად იდეალური გარემოდაცვის კანონი, ისე როგორც სხვა კანონმდებლობა, სხვა ტიპის კანონმდებლობაშიც და არსებობდა რეალობა, რომელიც იყო კორუფციით დარეგულირებული. ამჯერად იქნება მექანიზმი იმისა, რომ ჩვენ განაის ჩიხური სიტუაცია ქონდეს, როდესაც უნდა დავხუროთ საწარმო და ათასობით და 10,000-ობით ადამიანი დავტოვოთ, უბრალოდ მუშაობთ. არამედ ან მეორე გზა, რომელიც აღარ არსებობს ახლა, რანაირად უნდა დარეგულირდეს, ხო? ან თავი უნდა მოვითხოვოთ და საერთოდ არ გავეკაროთ არავის თავშოთ და არ ვნახოთ რა ხდება და რა სიტუაცია რეალურად, ხო? ან უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომ რაღაცა აი ესეთი პარტნიორული დამოკიდებულებით მივცეთ მეწარმის შანსი, რომ რაც დააზიანე ის აღადგინოს, რაც დააზიანე იმის ადეკვატური ჯარიმა გადაიხადოს. თუ კი ეს არ იყო თქვა დოკუმენტირებული სათანადო რეაგირება მიცემული თქვა ფაქტები. ეხლა თქვა როგორ მოხდება შეფასება? არა, არის რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უნდა აღინიშნოს იცით გულწრფელად, რომ ეს ძალიან ხშირად, ძალიან უხერხულ სიტუაციაში უხერხულ რეალობას ქმნიდა. არის შემთხვევები, როდესაც აი პრინციპულად რამოდენიმე ხნით დაუშვათ გაგვიჩერებია საწარმო, იმიტომ რომ კანონი ასე ითხოვს. და იქ უბრალოდ არ გრჩება არჩევანის საშუალება. და აქ საუბარი იმაზე, რომ ესეთი ტიპის შეთანხმება მთავრობასთან დაიდება განუსაზღვრელი გზით. აი ეს რას ემსახურება? ეს არა, განუსაზღვრელობაზე არ არის აქ საუბარი. აქ არის იმაზე საუბარი, რომ დაუშვათ თუ თქვენ დაარღვიეთ რაღაცა და ეს დაფიქსირდა, რომ არსებობს ეს დარღვევა, ხო? ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ აი ამაზე რაც დარღვეულია უკვე, რაც ფაქტია და აქ სასახად იყო აღნიშნული, ეს ხება წარსულ ფაქტებს. რაც დარღვეული და რაც ფაქტი, ამაზე თუ შეთანხმდა მთავრობა მეწარმესთან, ხო? და ეს არ არის დაუშვათ მარტივი პროცედურა. ესეთი არ არის აპრიორი აუცილებლად შეთანხმება. ეს საკითხი აღარ დადგება დღეს ეს ჩამოწესა. ეს საკითხი, ეს კონკრეტული დარღვევა აღარ დადგება, თორემ ახლა მეწარმე იცის, რომ ხვალაც იგივეს მოედავება ვიღაცას, ეგეც აზრია. და ბოლო კითხვა, თქვენი ინფორმაციით, ის საწარმოები, რომელსაც აი ესეთი ორი არჩევანი ქონდა, ან დახურული იყო, ან დაეცვა კანონი, დღეს შეძლებენ, ან შეუძლიათ, რომ მხოლოდ ერთი არჩევანი ქონდეთ, რომ დაიცვან კანონი და თან საწარმოს არ დაეცვა. გასაგებია, ეს შეთანხმების დოკუმენტი იქნება ღია დოკუმენტი, ყველას ხელმისაწვდომი და ეს არ იქნება საიდუმლო რაღაცა გრიფით საიდუმლო დოკუმენტი. შეთანხმება ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ სახელმწიფო იყოს ადეკვატური მეწარმესთან. რომ მისცეს მას ერთი მხრივ შანსი, რომ გამოასწოროს ის დარღვევები რაღაც გონიურ დროში. ის რომ დაუშვათ მიყენებული ზარალი აღადგინოს. ან არა და დაიხუროს მაშინ. ან ეს უკვე შემდგომი არჩევანია. თუმცა პირდაპირ იმ ჩიხურ სიტუაციაში შესვლა, რომ იცი რა, თქვენ უკაცრავად, მაგრამ რამდენი მუშაობს თქვენთან 1000 კაცი უნდა დღესვე წავიდეს სახლში, თქვენ საწარმო დირექტორი უნდა წავდანდეთ ციხეში და კიდე რამოდენიმე ადამიანი. ეს რეალობა იქნებოდა, შეიძლება შექმნილიყო ბევრ სიტუაციაში. ადრე ეს საკითხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეგულირდებოდა იმით, რომ კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული მეწარმე უიძულებული იყო, ასეთ გზას დამდგარიყო. ამით გაჩნდა მექანიზმი და იცით რა, არ უნდა იყოს ალბათ ისეთი მიდგომა, რომ ვიღაცა სამინისტროებში შედან ადამიანები და იფიქრებენ, როგორ მიაყენონ ზარალი ან გარემოს ამბუნებას. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი რეალობიდან, ჩვენი სიტუაციიდან და იმ პრიორიტეტებიდან, რომელიც არა მხოლოდ ერთი სამინისტროს ან უწყების წინაშე დგას, არამედ ზოგადად ქვეყნის წინაშე. ეს ძალიან დიდი მადლობა.